კვირას გამთენიისას ჩვენი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გამართავს საჩემპიონო ბრძოლას კორი სენთჰეგენის წინააღმდეგ. რა შეიძლება ითქვას მერაბზე ისეთი, რაც არ გვითქვამ საქანდის? მერაბი არის სრულიად განსხვავებული ფენომენი, რომელიც ყველანაირ რეკორდს ხსნის და მისი რეკორდების რიცხვი ძალიან დიდია და თან ამ ყველაფერს აკეთებს 34 წლის ასაკში. 8 თვეში ატარებს თავის მესამე საჩემპიონო ქამრის დაცვას. მერაბი არის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელმაც 61 კილოში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. მერაბი არის ყველაზე მეტი თეიქდაუნის ავტორი მთლიანად AFC-ის ისტორიაში. მერაბს აქვს ყველაზე მეტი დარტყმა შესრულებული თავისი წონის ისტორიაში. მერაბს აქვს ზედიზედ ყველაზე მეტი მოგება თავისი წონის ისტორიაში და რაც მთავარია, მერაბი არის ის სპორტსმენი, რომელიც კიდევ ვითარდება ყოველი ბრძოლის შემდეგ და კიდევ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გამოდის ყოველი ახალი ბრძოლისას. რაც შეეხება მერაბის მეტოქეს, მასზე ბევრი არ იწერება ქართულ სოციქსელებში, რადგან არ არის ბრძოლამდე დაძაბულობა ამ ორ სპორტსმენს შორის და მებრძოლებს შორის უდიდესი პატივისცემაა. ისე კი როგორც მებრძოლი კორი არის ძალიან ძლიერი და გამოცდილი მებრძოლი, რომელიც ძალიან კარგია დგომში და ასევე ძალიან მოუმატა მიწაზე ბრძოლაშიც და რაც მთავარია, კორის მთავარი უპირატესობა ამ წონაში სხვა მებრძოლებთან არის მისი სიმაღლე 180 სմ. მაგრამ მერაბს აქვს უკვე დიდი გამოცდილება მაღალ მებრძოლებთან და კორის დიდი პატივისცემის მიუხედავად ველოდები მერაბის დამაჯერებელ გამარჯვებას და კიდევ ერთ ქამრის დაცვას ქართველი ლეგენდარული მებრძოლისგან.